ყველას გულით მოგესალმებით. დღეს სამშაბათია და სამშაბათობით ტრადიციულად ვიკრიბებით ხოლმე რადიო იმედის ეთერში და ვსაუბრობთ ბიზნესზე. უკვე ზამთარი მოდის, სულ მალე სკოლის არდადეგებიც იქნება. ბევრი ახლა ფიქრობს, სად გაატაროს ახალი წელი, სად შეხვდეს სკოლის არდადეგებსაც და ამიტომ ვიფიქრეთ, რომ ძალიან საინტერესო იქნებოდა გვესაუბრა ბაკურიანზე და გვესაუბრა ახალციხეზე, რადგანაც ეს მიმართულება ძალიან აქტიური ხდება ხოლმე წინა საახალწლოდ და მთელი ის პერიოდი, როდესაც სკოლაში დასვენების დღეებია, ბევრი ოჯახი მიდის ხოლმე ამ მიმართულებით. In hospitality მოვიწვიეთ დღევანდელ ჩვენ სტუდიაში სასაუბროდ მისი კომერციული დირექტორი ნინა ხოტივრიშვილი და ქეთევან გურჩიანი PR მენეჯერია დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმრები. მოგესალმებით, დიდი მადლობა სტუმრობისთვის. სანამ დავიწყებ ნინას მინდა ვკითხო. თქვენ უკვე რამდენიმე წელია რაც ბაკურიანში და ახალციხეში გაქვთ სასტუმრო. როგორი გქონდათ ზოგადად ზაფხულის სეზონი, როგორი იყო ტურიზმისთვის ამ მიმართულებით? ახალციხე ბაკურიანზე დავკონცენტრირეთ, იმიტომ რომ ბაკურიანი კი დიდი ხანია არსებობდა როგორც ტურისტული მიმართულება, მაგრამ ახალციხე ტურისტებისთვის და განსაკუთრებით ქართველებისთვის არც თუ ისე ცნობილი იყო. როგორ ჩაიარა ზაფხულის სეზონმა, მოკლედ რომ შევაფასოთ? მოგესალმებით. მეც მადლობა მინდა გადაგიხადოთ მოწვევისათვის. ნამდვილად სწორად აღნიშნეთ, ბაკურიანი უკვე დიდი ხანია ოპერირებს, თუმცა ახალციხე ახალი პროდუქტი გახლავთ. რაც შეეხება სეზონებს, ძალიან საინტერესო იყო ეს, როგორც ბაკურიანისთვის, ასევე ახალციხეინისთვის, იმიტომ რომ წელს შეინიშნებოდა საკმაოდ დიდი ზრდა, ესე ვთქვათ, მომართვიანობის თვალსაზრისით, საკმაოდ საინტერესო ბაზრებიდან და აღსანიშნავია ისიც, რომ შედარებით გასულ წელთან, წელს შიდა ბაზრიდან, ანუ ქართველების მომართვიანობა იყო ძალიან გაზრდილი. რაც ჩვენთვის ნიშნავს იმას, რომ სამცხე-ჯავახეთი უფრო და უფრო პოპულარული ხდება და საინტერესო ხდება ქართველი მომხმარებლისათვის. აქტიურად მოგმართავდნენ შემეცნებითი ტურების მიმართულებით, რაც სამცხე-ჯავახეთში ისტორიულ-კულტურული ძეგლების მონახულებას მოიაზრებდა. რაც შეეხება ბაკურიანს, მოგეხსენებათ, რომ ის უკვე ფაქტობრივად 100 წელზე მეტია კურორტია და ზაფხულის სეზონით საკმაოდ ესეთი დატვირთული აქვს ხოლმე მით უმეტეს შიდა ბაზრიდან და გრძელვადიანად საოჯახო სეგმენტი გსტუმრობს. შესაბამისად, შეგვიძლია ესე მოკლედ შევაფასოთ, რომ ზაფხულის სეზონი ძალიან ნაყოფიერი იყო ორივე სასტუმროს შემთხვევაში. ძალიან კარგი. ქეთისთან გადავა ალბათ ძალიან საინტერესო იყო ღონისძიებები, რომელსაც თქვენ სთავაზობდით ხოლმე თქვენს სტუმრებს, იმიტომ რომ სასტუმრო ბიზნესში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სხვადასხვა ტიპის ღონისძიებების ორგანიზება, რადგანაც არა მარტო დასვენება, არამედ აქტიური ჩართულობა სტუმრებისა მნიშვნელოვნად ითვლება ხოლმე და სწორედ ესეც ერთ-ერთი შერჩევის კრიტერიუმია სასტუმროებში, რამდენად არის ხოლმე სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები. რა ღონისძიებები გქონდათ გასული ზაფხულის პერიოდში და მე გადავალთ უკვე მომავალზე? მოგესალმებით პირველ რიგში. მუდმივად ვცდილობთ ხოლმე რომ ჩავერთოთ სხვადასხვა PR და მარკეტინგულ აქტივობებში, რაღაცნაირად გავახალისოთ სტუმრებისთვის ეს დასვენება და უფრო მრავალფეროვანი გავხადოთ. შესაბამისად, ხშირად გვაქვს ხოლმე მუსიკალური საღამოები, როგორც ახალციხეში, ასევე ბაკურიანში. გარდა ამისა, ოქტომბრის თვეში ჩვენ გავაკეთეთ თუთის ფესტივალი, ვინაიდან ცნობილია რომ ახალციხე საკმაოდ გამოირჩევა სხვადასხვა კულტურული მემკვიდრეობებით და ტრადიციებით. თუთის ფესტივალი იყო ერთ-ერთი პირველი ჩვენთან, რაც ჩატარდა. თუთის ფესტივალი. კი ბატონო, მოგეხსენებთ ამასაც, მოკლედ თუთის ფესტივალი იყო შემდეგნაირი, ანუ ადგილობრივ მეწარმეებს წარმოდგენილი ჰქონდათ და გამოტანილი ჰქონდათ ან იქაური ნაწარმი, თუთისგან დამზადებული ტკბილეული ბაქმაზი, ჩურჩხელა, ტყლაპი, საკმაოდ დიდი აქტიურობა გამოიწვია ამ ყველაფერმა, როგორც ადგილობრივებში, ასევე ჩამოსულ ტურისტებში და შესაბამისად ვცდილობთ ხოლმე რომ მსგავსი ღონისძიებებით რაღაცნაირად გავამრავალფეროვნოთ ყველაფერი და უფრო სასიამოვნო გარემო დავახვედროთ ჩამოსულ სტუმარს. ვინ სტუმრობს ხოლმე ასეთი ტიპის ღონისძიებებს, ქეთი? ეს არის ძირითადად საერთაშორისო ბაზისთვის გათვლილი თუ ეს უფრო ლოკალური ადამიანებისთვის არის, ვინც შიდა ტურიზმით არის ხოლმე დაკავებული ქართველები ალბათ ძირითადად. ძირითადად ვცდილობთ ხოლმე რომ ისეთი ღონისძიებები ჩავატაროთ, რომელიც ორივესთვის იქნება განკუთვნილი, როგორც ადგილობრივებისთვის, ასევე ჩამოსული ტურისტებისთვის, ვინაიდან გვინდა რომ ახალციხეში ადგილობრივი საზოგადოებას, ასევე ბაკურიანშიც მთლიანად ჩართული იყოს ამ ყველაფერში და უფრო გავალამაზოთ რაღაცნაირად იქაური ადგილობრივი კულტურა და ტრადიციები. მინდა ნინასთან გადავიდე. ნინა, ჩვენ საუბრობთ რომ ძალიან შეიცვალა ზოგადად ტურიზმის მიმართულება იმ კუთხით, რომ ახალი ტიპის ბაზრები აღმოჩნდა საქართველოს დაინტერესებული. მაგალითად თუ 10 წლის წინ, 15 წლის წინ ჩვენ საერთოდ არ საუბრობდით
აღმოსავლეთის ქვეყნებზე, თბილისსაც თუ დავაკვირდებით და რეისებსაც თუ დავაკვირდებით, თუ რომელი რეისები სრულდება საქართველოს მიმართულებით, ნახავთ, რომ ეს მიმართულება მკვეთრად განვითარდა. აღმოსავლური ქვეყნებით ძალიან აქტიური გახდა ინდოეთი, ჩინეთი, პირდაპირ რეისები საშუალებას აძლევს ტურისტს ამ მიმართულებით, რომ განვითარდეს. თქვენი სტუმრები ვინ არიან ძირითადად ახალციხესა და ბაკურიანში? დაგეთანხმებით, რომ ბოლო პერიოდში საკმაოდ დიდი ცვლილებებია ამ თვალსაზრისით შეიცვალა სეგმენტები. რიგი ბაზრები ნამდვილად ბევრად უფრო აქტიურია და სწორედ აღნიშნეთ, ამას მოწმობს სწორედ ის ავიამიმართულებები, რომლებიც დღესდღეობით ხორციელდება ჩვენს ქვეყანაში თუ მეზობელ ქვეყნებში, რომლებიც აძლევს რეალურ პოტენციალს უფრო მეტი სტუმარი და ვიზიტორი მივიღოთ სწორედ აღნიშნული ქვეყნებიდან. თუმცა მოგეხსენებათ, რომ სასტუმრო პროდუქტი, ლოკაცია და ზოგადად სასტუმრო თვითონ, ესე ვთქვათ, როგორც ბრენდი განაპირობებს ამ თუ იმ მომხმარებლის ინტერესს. შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ლოკაციიდან გამომდინარე, სასტუმროს ხასიათიდან გამომდინარე, ახალციხეში ბევრად მეტი იყო, ალბათ ტურისტული მარშრუტებიდან გამომდინარეც, ბევრად მეტი იყო ჩინეთიდან მომხმარებელი. მეორე ბაზარს რაც შეეხება გააქტიურებულ ბაზარს, რომელიც თქვენ ახსენეთ, იქიდან შედარებით ნაკლები, თუმცა რა თქმა უნდა, ვმუშაობთ, რომ ამ ბაზრიდანაც პროპორციულად გაიზარდოს მოთხოვნა აღნიშნული პროდუქტების მიმართ. გალფის ქვეყნებისთვის ძალიან საინტერესოა ბაკურიანი, როგორც ცნობილია ჩემთვის, იმიტომ რომ საუდის არაბეთიდან მე ხშირად დავდივარ ხოლმე საუდის არაბეთში და თითქმის ყველა რეისზე, რომელსაც ასრულებს რიადი, იქნება თუ ჯედა, იქნება თუ სხვა უცხოელებს ხედავ ხოლმე ქართველებს ძალიან ცოტა დადის ამ მიმართულებით და მათთვისაც ალბათ ძალიან საინტერესოა ბაკურიანის მიმართულება, ვინც ბაკურიანში ამ საფულში ყოფილა, ალბათ საჩინოა ამ ქვეყნებიდან სტუმრები. დაგეთანხმებით ამაშიც, ვინაიდან აღნიშნული ქვეყნებიდან სტუმრების ხასიათი და თვითონ კურორტის მახასიათებლები ემთხვევა ერთმანეთს. მათ ძალიან უყვართ ბუნებრივი ატრაქციები, იგივე ცხენით, ჯირითი, რაც შესაძლებელია ამ კურორტზე, ცოტა ექსტრემალური სპორტიც და აქ იყენებენ ხოლმე ეგრეთ წოდებულ კვადროციკლებს. შესაბამისად, ბაკურიანი ნამდვილად არის ერთ-ერთი ლოკაცია გალფის ყურიდან შემომავალი ტურისტებისათვის და ნამდვილად ჭარბობს აღნიშნული ქვეყნებიდან სტუმართა რაოდენობა, ვიდრე მაგალითად ახალციხეში, ხო, ახალციხე ცოტა უფრო ევროპელებისთვის და კულტურული, ისტორიული მემკვიდრეობით, ვინც ინტერესდება ესეთი სტუმრებისთვის უფრო საინტერესო ლოკაცია. კეთი, რა გამოარჩევს თქვენ სასტუმროს? რა არის ხოლმე ის ძირითადი მახასიათებლები, რის გამოც in hospitality-ში ეს ორი მიმართულება ცნობილი და საყვარელი გახდა თქვენი ტურისტებისთვის? ორივე ძალიან განსხვავებული ერთმანეთისგან, თუნდაც რელიეფით დავიწყოთ ბაკურიანი, ძირითადად ისდევს ხოლმე ოჯახების სეგმენტს, რამინაიდან ძალიან მშვიდი გარემოა, ასევე ატმოსფერო ისეთია შექმნილი, რომ შეუძლიათ ბავშვებსაც ძალიან კარგად დაისვენონ. ხოლო რაც შეეხება ახალციხე ძირითადად უფრო იმიტომ გამოირჩევა, რომ გვაქვს კულტურული მემკვიდრეობა, საკმაოდ დიდი ბევრი ღირსშესანიშნაობები არის და ასევე ჩამოსულ სტუმარს საშუალება აქვს არა მხოლოდ მოინახულოს ეს ღირსშესანიშნაობები, არამედ მაგალითად გაიცნოს ადგილობრივ კერძებს, საკმაოდ მრავალფეროვანი კულინარით გამოირჩევა ახალციხე. შესაბამისად ეს ყველაფერი და რა თქმა უნდა ჩვენი ერთობლივ ძალისხმევაც, რაც გამოიხატება უკვე კომფორტში და იმ პირობებში, რაც ხდება ჩვენს სტუმარს, უქმნის იმ საშუალებას, რომ ძალიან კარგად და კომფორტულად დაისვენონ. ნინა, ყველა ტურისტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც სასტუმროს ქსელი ვითარდება და ახალ რაღაცებს თავაზობს ხოლმე. რა გაქვთ დაგეგმილი წინა საახალწლოდ, ეხლა სულ მალე Black Friday მოდის და სპეციალურ offers აკეთებს ხოლმე. თითქმის ყველა სასტუმრო იქნება ეს თუ ბიზნესი. ამ მიმართულებით რას უნდა ველოდეთ ახალციხესა და ბაკურიანში? როგორც წესი, ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ აბსოლუტურად ყველა პერიოდში, წელიწადის 4-ვე სეზონზე გქონდეს ჩვენი ერთგული მომხმარებლისათვის სპეციალური ტარიფი, სპეციალური შეთავაზება. შესაბამისად, ეგრეთ წოდებული Black Friday-ც არ იქნება გამონაკლისი და აუცილებლად ექნება შესაძლებლობა კიდე უფრო განსაკუთრებული პირობებით დაჯავშნონ როგორც ახალციხეში, ესევე ბაკურიანში ნომრები. რაც შეეხება ნოემბრის ბოლოს, ესევე დაგეგმილი გვაქვს ნაზვის ხის ანთების ცერემონია, როგორც ერთობლივ. როდის არის ეს დაგეგმილი? 29 ნოემბერს იქნება ახალციხეში და 30 ნოემბერი იქნება ბაკურიანში.
ნუ ახალ წელი თქვენთან ნოემბრის ბოლოს იწყება. ხო, ესე გადავწყვიტეთ, რომ ცოტა ადრე გავანათოთ და გავალამაზოთ და ახალი წლის განწყობა შევიტანოთ ჩვენს ობიექტებზე. ხოლო ახალ წელს რაც შეეხება ტრადიციულად საღამოს პროგრამა, საკმაოდ მრავალფეროვანი პროგრამა გვექნება. აქ იქნება რა თქმა უნდა ცოცხალი მუსიკა, სხვადასხვა გათამაშებები, ესევე DJ, საახალწლო ვახშამი, მთელი ასე თუ ვთქვათ კომპლექტი, ხო? ამ საახალწლო ღონისძიებას რაც ეძღვნება ხოლმე. რამდენად საინტერესოა ასეთი ტიპის ღონისძიებები უცხოელ ტურისტებისთვის თუ ძირითადი სამიზნე ჯგუფი ასეთ შემთხვევაში ქართველები არიან კეთი? ძირითადად ორივე არის ხოლმე ჩვენ შემთხვევაში, იმიტომ რომ ორივე მხარე აქტიურად არის ხოლმე ჩართული. ხარ ესეც ვაკვირდებით უკვე ჩაუშვით გაყიდვაშიც, თუნდაც ეს სახაზო გალავახშამით და შემოდის ორივე მხრიდან ჯავშნები აქტიურად. ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ როდესაც რაღაცა ტიპის წინა საახალწლო და ახალი წლის პერიოდს ირჩევ ხოლმე კიდე რაღაცა ჯადოსნურ სივრცეში მოხვდე, იმიტომ რომ ჩვენთან ხომ ახალი წელი აი ამ ჯადოსნური ოცნებებთან, ფიქრებთან ასოცირდება და ყოველთვის ძალიან კარგია ხოლმე სადღაც ისეთ გარემოში შეხვედრა ახალი წლის და კარგი რაღაცების დაბედება და შესაბამისად სასტუმრები ამ პერიოდის განმავლობაში ყველაზე აქტიურები ხდებიან ხოლმე. და ალბათ ეს ტრადიციაც საქართველოში შეიცვალა. თუ ადრე იყო რომ მაინც-მაინც სახლში უნდა შეხვედრილიყავი ახალ წელს, ეს ტრადიცია ნელა მგონია რომ გადადის და ადამიანები უფრო მოგზაურობას ანიჭებენ უპირატესობას და ისეთი ადგილების აღმოჩენას. ალბათ იმის გამოც რომ როდესაც სულ მუშაობ და მხოლოდ ახალი წლის პერიოდში გააქვს დასვენების შესაძლებლობა, უფრო სადღაც წახვიდე მაგდროს და ეხკინდა რომ ანუ შეცდა შეცვალა. როგორ იცვლება ეს ტენდენცია? შიდა ბაზარი ბაკურიანის შემთხვევაში ნუ ამ ობიექტზე თუ ვიმსჯელებთ მხოლოდ ყოველთვის იყო ძალიან აქტიური და რაც შეეხება თუ ორივე ობიექტზე ვლაპარაკებთ და ზოგადად სეგმენტზე აღსანიშნავია ის რომ ჩვენი მეზობელი ქვეყნებიდან ძალიან აქტიურად გვსტუმრობენ ამ პერიოდში. დაახლოებით 30 დეკემბრიდან მე ეს გრძელდება სადღაც 7 იანვრამდე ძალიან მაღალია ხოლმე მოთხოვნა და განსხვავებით ესე ვთქვათ ჩვენი ქართველი მომხმარებლისგან მათ ძალიან კარგად იციან წინასწარ თადარიგის დაჯერა. და ადრე ჯავშნების გაკეთება, სწორედ ეს არის იმის მიზეზი თუ პასუხი, რაც კეთი მახსენა, რომ გაყიდვები უკვე დაწყებულია და მეტიც ნინა, უნდა დაელოდოს თუ არა მომხმარებელი და თქვენი მომავალი სტუმრები Black Friday-ის თუ ეხავე შეუძლიათ დაჯავშნონ ეს ახალი წელი. როდის იქნება მათთვის უფრო მომგებიანი ფასების მიხედვით ნომრების საახალწლო ჯავშნების გაკეთება? პარასკევს ჩაეშვება უკვე ეს აქცია. ან სულ რაღაც 2 დღეში. სულ რაღაც 2 დღეში შესაბამისად შეუძლიათ მოგმართონ მიიღონ სპეციალური შეთავაზება, სპეციალური. ანუ ვინც ახლა ალბათ ფიქრობს სად გაატაროს ახალი წელი, სად წავიდეს ახალ წელს, ამ პარასკევამდე გადაწყვეტების მიღება არ უნდა იჩქაროს, რადგანაც სპეციალური შეთავაზება ექნება ჰოსპიტალისგან, რომელიც ორ სასტუმროზე ვსაუბრობთ ახლა ახალციხესა და ბაკურიანზე. რამდენი ნომერი გაქვთ დღეს? რამდენად დიდია თქვენი სასტუმროები, კეთი? საკმაოდ დიდი რაოდენობა გვაქვს ნომრების, დაახლოებით 250-მდე იქნება ახალციხეში. ჯამურად დაახლოებით 106 ნომერს მოიცავს ახალციხეინი და 153 ნომერია განთავსებული ბაკურიანში. საკმაოდ ტევადი ობიექტია ზოგადად კურორტზე ბაკურიანი. 153 ნომერი ძალიან დიდი სასტუმრო. დაახლოებით 450 ადამიანის ტევადობით არის, ვინაიდან რიგი ნომრები მოგახსენებათ იძლევა შესაძლებლობას, რომ განვათავსოთ არა ერთი ან ორი სტუმარი, არამედ 4-5, როგორც საოჯახოა, ხო, ან აპარტამენტები. რაც შეეხება ახალციხეში როგორც საღვნიშნე 106 ნომერია და ჯამში დაახლოებით 250 სტუმრის განთავსება შეუძლია. მისი მასშტაბიდან და არა მარტო მასშტაბიდან, არამედ ხარისხიდან გამომდინარეც შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ მხარეში მას კონკურენტი ფაქტობრივად არ ყავს, როგორც სერვისის თვალსაზრისით, ესევე ტევადობის. ალბათ ძალიან მნიშვნელოვანია ამ პერიოდისთვის არა მარტო სასტუმროს ნომრების ქონა, არამედ მთელი ინფრასტრუქტურა და პერსონალი, იმიტომ რომ მაგათით მე პირადად ძალიან დიდ ყურადღებას ვაინჭებ ხოლმე, თუნდაც
ყוების კომპონენტს, როცა ოჯახთან ერთად მიდიხარ განსაკუთრებით ბავშვებთან ერთად და დღეს ვიცით, რომ ბავშვები განსხვავებულები არიან, ან უნდათ ან არ უნდათ, ჩვენი ბავშვების მსგავსად არ არის, როცა ჩვენ ბავშვები ვიყავით, რაც მოცემულობა იყო ეს იყო, ესეც მკვეთრად შეიცვალა. ძალიან მნიშვნელოვანია მზარეული თვითონ ვინ იქნება, ან როგორი იქნება, რა ტიპის ყובה იქნება, რას თავაზობთ ამ მიმართულებით თქვენს მომხმარებლებს? ბაკურიანი ინის შემთხვევაში გეტყვით, რომ ეხლა მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები, რომლის შედეგადაც ჩვენ გვექნება ახალი რესტორანი, საკმაოდ ბევრი ადამიანის ტევადობით, საუპერიერ დაახლოებით 350 ადამიანის ტევადობაზე ალაკარტის ტიპის რესტორანში. სადაც ესევე გვექნება ბუნებრივია სიახლეები მენიუში და მათ შორის მზარეულების ნაწილშიც გაიზრდება სტაფი. და ამ შემთხვევაში ეს არ იქნება მხოლოდ ჩვენი სტუმრებისათვის, შესაძლებლობა იქნება ზოგადად კურორტზე დამსვენებელთათვის, რომ სადმე მიირთვან ძალიან გემრიელად, რაც ვფიქრობ კურორტს ძალიან აკლდა. გარდა ამისა, ვმუშაობთ შიდა სივრცეების მოწყობაზე. გვინდა რომ უფრო მეტი გასართობი იყოს მით უმეტეს ბავშვებისთვის. აქ რა თქმა უნდა როგორც ყოველ წელსაც გვეყოლება აუცილებლად ადამიანი რომელიც მათ შვილებზე აიღებს მზრუნველობას და მშობლებისთვის უფრო კომფორტული იქნება დასვენება. ახალციხეს რაც შეეხება, მოგეხსენებათ რომ ზოგადად კულინარია, მესხური კულინარია მთელი თავგადასავალია. იქ სპეციფიკებით, იმიტომ რომ მესხური ტიპის სამზარეულოს საერთოდ არ ყავს ანალოგი საქართველოში თუ ავიღებთ სხვა სამზარეულოებს, ძალიან განსხვავებულია. ნამდვილად დიდი საგანძურია ეს და არა მარტო მესხეთისთვის, არამედ მთლიანად ჩვენი ქვეყნისთვის არაერთი კერძი შეგვიძლია დავასახელოთ, რომელსაც მთელი რიგი ისტორია უდგას უკან, რაც ძალიან ბევრს იძახის ზოგადად ჩვენს საქართველოს ისტორიაზე. ეს ელემენტები ბუნებრივია შეტანილი არის ჩვენი რესტორნის მენიუშიც. ძალიან მოთხოვნადია უცხოელი სტუმრების მიერ მათი დაინტერესება, ყოველთვის აქვთ ხოლმე ინტერესი გამორჩეული კერძების მიმართ. რაც შეეხება ეხლანდელ პროცესებს, რა შეიძლება შეიცვალოს ამ თვალსაზრისით, ნამდვილად როგორც ყველა წლის ბოლო შარშანას და წელსაც გვართ გადახედვის პროცესში, სად შეიძლება კიდევ უფრო მეტად განვითარდეს, რა შეიძლება კიდევ მეტი დავამატოთ, უფრო საინტერესო გახდეს და აქ უკვე არ არის მხოლოდ აქცენტი გაკეთებული იმ სტუმრებზე, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნებიდან გსტუმრობენ, არამედ ჩვენ ვსაუბრობთ უკვე ადგილობრივ მოსახლეობაზე, რომლისთვისაც ესევე ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანია თვითონ ახალციხეში ხარისხიანი მომსახურების მიღება სარესტორნო ნაწილში. აქვე დავამატებთ. არც თუ ისე მარტივია დღეს ამ მიმართულებით ადგილების პოვნა ახალციხეში. დიახ. აქვე დავამატებთ იმას, რომ ზოგადად თვითონ ახალციხეინი ეს არ არის მხოლოდ ესე ვთქვათ სასტუმრო უცხოელი ვიზიტორებისათვის. ვინაიდან ჩვენი გვაძლევთ ადგილობრივ მოსახლეობას იმის შესაძლებლობას, იგივე მუსიკალური საღამოები, ხო? ყოველი პარასკევი საღამო ცოცხალი მუსიკა. ვინაიდან ხომ ერთად აი ამ მუსიკალურ საღამოებზე შემსრულებლები ესენ თბილისიდან არიან, ადგილობრივები არიან თუ რა ტიპის რა ჟანრის მუსიკა ხდება ხოლმე სტუმრებს ეს შეკითხვა კეთის დავსვათ. დიახ, ერთადად ისეთი შემსრულებლები ჩაყვავს ხოლმე, რომლებიც ორივეს ასრულებენ, ანუ როგორც ქართულს, ასევე უცხოურსაც, რაღაც შერეული რომ იყოს, ეს ყველაფერი და უფრო მრავალფეროვანი და დამსწრებით საკმაოდ მოყოლები არიან ხოლმე. ვირჩევთ ხოლმე შემსრულებლებს ისეთ, რომლებიც უფრო ცნობილები, ცნობადები არიან, მაგრამ რა თქმა უნდა, დამწყებებსაც ვცდილობთ, რომ ჩვენი დახმარებითაც ნენელა ხელი შეუწყოთ განვითარებისთვის და რაღაცნაირად გავახალისოთ მოკლედ ახალციხე. აღსანიშნავია ისიც, რომ ადგილზე არის არაერთი შემსრულებელი და ხელოვანი, რომელსაც პირადად მეც და ჩვენი სტუმრებიც მოუყვანია ხოლმე აღფრთოვანებაში, იმდენად კარგი შესრულება იყო ეს და ხშირ შემთხვევაში მათთანაც ბუნებრივია ვთანამშრომლობთ. გააჩნია ამიტომ ლოკალურ ბიზნეს ყოველთვის ჭირდება ხოლმე ისეთი ადამიანები, რომელიც ლოკალურად ცხოვრობენ იქვე. რადგანაც ბიზნესი არ შეიძლება იყოს ამოვარდნილი იმ კონტექსტიდან და იმ გარემოდან, სადაც ფუნქციონირებს და მე ვფიქრობ, რომ რეგიონების განვითარებისთვის და ზოგადად ქვეყნის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ
ყველა მხარეს იყოს ადამიანები დასაქმებული, ყველა მხარეს ქონდეს შესაძლებლობა მაღალი კლასის სერვისის გაწევის, სხვადასხვა მიმართულებით იქნება ეს სასტუმრო თუ ტურისტული სხვადასხვა ტიპის მიმართულებები. გარდა სასტუმრო მომსახურებისა, კიდევ რა ტიპის სერვისებს სთავაზობთ ხოლმე თქვენს მომხმარებლებს ნინა? ვიცით, რომ ჩვენ ორივე სასტუმროში გვაქვს საკონფერენციო დარბაზები და არა ერთი, აქვე შეხვედრების ოთახი, რომელიც ძალიან ხელსაყრელი არის მით უმეტეს ახალციხის შემთხვევაში საქმიანი ბიზნესის წარმართვისთვის და ძალიან აქტიურად იყენებენ ამ ლოკაციას სხვადასხვა ორგანიზაციები. რამდენ ადამიანზეა? ერთი მათგანი 130 ადამიანზეა, მეორე მათგანი 70 ადამიანზე და კიდე ორი დაახლოებით 20-25 ადამიანის ტევადობით. ან ფაქტობრივად შეიძლება ნებისმიერ მასშტაბის, ესე ვთქვათ, საქმიან შეხვედრას მოვერგოთ. გარდა ამისა, როგორც აღნიშნე, ადგილობრივებისათვის არა მარტო სარესტორნო მიმართულების მომსახურება ხდება ხელმისაწვდომი ახალციხეინის არსებობით, არამედ ძალიან აქტიურად ვართ ჩართულებით რიგ სერვისებში, ისეთ მაგალითად როგორც არის სპა მომსახურება, ხო? ადგილობრივებს აქვთ შესაძლებლობა, რომ ხარისხიანი სპა მომსახურება მიიღონ. ესევე აუზი გვაქვს მოგეხსენებათ და აქ შესაძლებელი არის, რომ ბავშვების სურვის წრეებიც არის ამ აუზის დახმარებით და შესაძლებლობით. შესაბამისად ვფიქრობ, რომ მხოლოდ სასტუმროს კონცეფცია არ არის ამ შემთხვევაში ახალციხეინი. ეს არის ვფიქრობ ერთ-ერთი კარგი ლოკაცია, კარგი შესაძლებლობა, როგორც თქვენ აღნიშნეთ, როგორც ადგილობრივებმა, ესევე უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა, რომლებიც ჩვენ ქვეყანაში დროებით სამოგზაუროდ იმყოფებიან, ამ ლოკაციაზე მიიღონ კარგი ხარისხის მომსახურება. ახალციხეინში. ნინა, რამდენი ადამიანი გყავთ დღეს დასაქმებული და რამდენი მარტივია რეგიონებში, მსგავსი ტიპის მაღალი კლასის სასტუმროებში პერსონალის პოვნა? ჩვენ გვისაუბრია ადრე ამ საკითხზე, ეს არის ერთ-ერთი ესე ვთქვათ გამოწვევა ზოგადად სასტუმრო ბიზნესისათვის, მით უმეტეს ბოლო წლების განმავლობაში. თან რამდენიმე უცხოენას აუცილებლად უნდა ფლობდეს პერსონალი. დიახ, ბოლო წლებში გამომდინარე იქიდან, რომ ვიცით, რომ პანდემიის მერე იყო დიდი როტაციები, თვითონ სექტორსაც ახასიათებს ხშირი გადინებები, ადამიანები მერე რაღაცა თავდაპირველ ეტაპზე იწყებენ ტურიზმში და მერე შესაძლოა იცვლიან საქმიანობის სფეროს. არის ნამდვილად ერთ-ერთი გამოწვევა, თუმცა დღეს მდგომარეობით ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ როგორც ბაგორიანში, ესევე ახალციხეინში ძირითადი ბირთვი რომელიც უნდა იყოს იმისთვის, რომ მომსახურების ხარისხი არ გაგვიფუჭდეს, ნამდვილად არის. ამაზე აუცილებლად ყოველდღიურ რეჟიმში გვიწევს ბუნებრივია მუშაობა იმისთვის, რომ ავიყვანოთ თუნდაც გამოუცდელი კადრი, როგორც ადრეს აღნიშნეთ, ჩვენთან მიიღოს აიმაღლოს კვალიფიკაცია ამ მიმართულებით და მე რა თქმა უნდა კონდეს სამუშაო ადგილი. დასაქმებულ ადამიანთა რაოდენობას რა შეეხება, მაინც უფრო სეზონურობით არის ხოლმე განპირობებული, თუმცა 100 ადამიანამდე ახალციხეინი, ხოლო დაახლოებით 140 ადამიანამდე ბაგორიანი. ანუ დაახლოებით 250 ადამიანამდე გყავთ საშუალოდ დასაქმებული და ესენი ყველა ძირითადად ლოკალური ადამიანები არიან თუ თბილისიდანაც ჩაყავთ ხოლმე? ბევრ სასტუმროს თბილისიდანაც ჩაყავს ხოლმე პერსონალი ან სხვა რეგიონებიდან მოყავს ხოლმე? ბიზნესის ამოცანა რა თქმა უნდა არის ის, რომ რაც შეიძლება მეტი ლოკალური იყოს დასაქმებული. რა თქმა უნდა ხარჯებსაც ამცირებს. დიახ, და უფრო გრძელვადიან პერსპექტივაშიც ხდება ამ შემთხვევაში თანამშრომლობა, ვიდრე სხვა რომელიმე ქალაქიდან ჩაყვანილი ადამიანი, რომელიც ვიცით, რომ უფრო რაღაც მოკლე ვადაში ტოვებს ხოლმე ამ პოზიციას, თუმცა არის რა თქმა უნდა პოზიციები, რომლებიც დაკომპლექტებულია თბილისიდან წაყვანილი ადამიანებით ან რომელიმე სხვა ქალაქიდან. ნებისმიერ ტიპის ასეთი სასტუმრო ყოველთვის ანვითარებს ხოლმე რეგიონს, იმიტომ რომ გამოცდილება, რომელსაც ადამიანები იღებენ ხოლმე მაღალი კლასის მომსახურებაში, ასეთი თანამშრომლები ძალიან ცოტაა და ისინი ალბათ ადვილად საქმდებიან კიდევაც სხვა შედარებით პატარა დაწესებულებებში და მე უფრო ადვილად ხდება ხოლმე ამ მიმართულებით სამსახურის შეცვლაც და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადად რეგიონებში მსგავსი ტიპის პროგრამების არსებობა, დიდი სასტუმროების, ქსელური სასტუმროების შესვლა, რადგანაც ის ყოველთვის იწვევს ხოლმე რეგიონის განვითარებას, ადამიანები ახალ კომპეტენციებს იძენენ და შემდგომში უფრო მეტად არიან ხოლმე ჩართული სხვადასხვა ტიპის ბიზნეს საქმიანობაში, რომელიც მე როგორც ადამიანს, ასევე რეგიონს ეხმარება განვითარებაში, იმიტომ რომ თუ თითოეული ჩვენგანი ვერ განვითარდით, ქვეყანა ვერ განვითარდება და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული და ძალიან კარგი
პროგრამას აკეთებთ, რომ რეგიონებში ცდილობთ ხალხის მოძებნას, მათ განვითარებას, მათ დასაქმებას. კეთისთან გადავალ ახალი წლის პერიოდთან დაკავშირებით მინდა გკითხოთ, სულ ცოტა დრო დარჩა. ჩვენ ვთქვით, რომ პარასკევიდან უკვე მომხმარება საშუალება ექნება და თქვენ მომავალ სტუმრებს საშუალება ექნება სპეციალური შეთავაზებებით ისარგებლონ და ინჰოსპიტალისტი ახალციხისა და ბაკურიანის სასტუმრებში გაატაროთ პერიოდი, რა დროზეა საუბარი, როდის იქნება ყველაზე დიდი სტუმრიანობა თქვენს სასტუმროებში, რა პროგრამებს უნდა ველოდეთ ამ პერიოდში და რატომ იქნება გამორჩეული ეს სეზონი წელს ახალციხეინისთვის, ახალციხეინისთვის და ბაკურიანინისთვის. ძირითადად დეკემბრის დასაწყისიდან უკვე იწყება ხოლმე საკმაოდ დიდი დატვირთულობა, როგორც ბაკურიანი ინში, ასევე ახალციხეინში. ეს არის ალბათ ის პერიოდი, როცა ბაკურიანისთვის ყველაზე ისეთი ხალხმრავალი პერიოდია და ცდილობენ ხოლმე, რომ როცა უკვე იწყება სრიალის ხელოვნების პერიოდი, აქედან უკვე დაჯავშნონ ადგილები. რაც შეეხება უკვე სახალხო პერიოდს, ყველაზე დიდი დატვირთვა ხდება ხოლმე დაახლოებით აი დეკემბრის ბოლო რიცხვებისკენ, ვინაიდან ამ დროს ჩვენ დაგეგმილი გვაქვს სახალხო ღონისძიება, დაახლოებით 27-28 დეკემბრიდან საკმაოდ დატვირთულია ხოლმე. ამ შემთხვევაში ჩვენ საკმაოდ მრავალფეროვან შოუ პროგრამას ვთავაზობთ ახალ წელს. კონკრეტულად გვეყოლება მუსიკალური ბენდი, რომელიც გააფორმებს ჩვენს ღონისძიებას, ეს იქნება ცოცხალი მუსიკა, ასევე გვეყოლება ილუზიონისტი, რომელიც გასართო პროგრამაში შესთავაზებს როგორც დიდებს, ასევე ბავშვებსაც იქნება განკუთვნილი დიახ. გვეყოლება DJ, რომელიც დაასრულებს, რა თქმა უნდა, იქნება სხვა სასაკვაო ნომრები და ბოლოს უნდა დგება DJ, რომელიც უფრო ენერგიულ ელფერს შესცენს ამ ყველაფერს. ახალციხეშიც დაახლოებით მსგავსი პროგრამა გვექნება და ექნება სტუმრებს საშუალება, რომ ეს განსაკუთრებული დღე კიდევ უფრო განსაკუთრებული გახადონ ჩვენთან ერთად. და ერთად შეეგებონ 2026 წლის შემოსვლას თავისი იმედებით. რომელსაც დიდი იმედებით ხვდებით ჩვენს ალბათ ყველას. ჩემი გამოცდილებიდან ვიტყვი, რომ ძალიან კარგი წელი მქონდა მე ბაკურიანი ინში, რომ შევხვდიო ეს 2025 წელს, იყო ძალიან წარმატებული და ფეხბედნიერი და თუ მსმენელი დამიჯერებს. დიდი იმედებით ვარ ჩვენ სამომავლოდ. ეს ალბათ მარტო ბედი ღბაზე არა ჩვენს მონდომებასთან ძალიან რამდენად მოვინდომებთ. და რა ახალ წელს მალე გაივლის და შემდგომ რა გეგმები გაქვთ? გაზაფხულის პერიოდში აუცილებლად გვექნება რიგი სამზადის ზაფხულის სეზონისათვის, როგორც ყოველ გაზაფხულზე, ესე ვთქვათ. ვინაიდან ვიცით, რომ ახალციხეინის შემთხვევაში მარტიდან უკვე ძალიან აქტიური არის ჯავშნები, აუცილებლად იქნება იგივე კადრების კვალიფიკაციის ამაღლების ეტაპები. ბაკურიანშიც მათ შორის მოგეხსენებათ ყოველი მაღალი სეზონის შემდგომ სასტუმროც თვითონ საჭიროებს ხოლმე იმას, რომ ტექნიკური შემოწმება გაიაროს ხელმეორედ თუ რაიმე დაზიანებული იყო ესეთი ტექნიკური ხარვეზები აღმოფხვრათ. და მე უკვე გაზაფხულიდან არის დიდი ალბათობა იმისა, რომ დავაბრუნოთ ის ტურისტული მარშრუტები, რომლებზეც ვიმუშავეთ გასული წლის გაზაფხულიდან ფაქტობრივად შემოდგომის ბოლომდე. რაც შეეხება ინფრასტრუქტურულად ჯერჯერობით იქ რაიმე განსაკუთრებული სიახლე არის გეგმება გარდა იმისა, რაც ვთქვით, რომ აი რესტორანი იქნება, ყინულის მოედანი იქნება სხვათა შორის ბაკურიანის მიმდებარე ტერიტორიაზე, რაც ძალიან სასიამოვნო სიახლე უნდა იყოს წესით ბავშვებისათვის და ოჯახებისათვის. ეს ჩემ ბავშვებისთვის განსაკუთრებულად მიმზიდველი იქნება. ინფრასტრუქტურას დავუბრუნდეთ ახალციხეინის შემთხვევაში, როგორც აღნიშნეთ, ჯერჯერობით მსგავსი არაფერია, ანუ არის გეგმება, რომ რაღაცა უფრო მასშტაბური ცვლილებები იყოს. აქ ალბათ უფრო იქნება ისევ აქცენტები გაკეთებული მომსახურებაზე. ჩვენი სტატისტიკის თანახმად თუ რაიმე გვექნება ეს დასახვეწი, ესე ვთქვათ, იმისათვის, რომ უფრო მეტად მოვერგოთ მომხმარებლების ხასიათს და მოთხოვნებს, ამ მიმართულებით როგორც ყოველთვის ახლაც ვითარდებით. დიახ, ძალიან მნიშვნელოვანია ხომ ტექნიკური გამართულება ესე დიდ სასტუმროებში, სადაც 150-ზე მეტი ნომერია წარმომიდგენია, რამდენად რთულია ტექნიკურად უზრუნველყო, რომ ყველაფერი გამართულად მუშაობდეს და ალბათ ძალიან დიდი რესურსი ჭირდება იმას, რომ ტექნიკურად ყველაფერი კარგად მუშაობდეს. და რადგან ჩვენ საერთოდ დრო იწურება, არ შემიძლია არ გკითხოთ თქვენი სამომავლო გეგმების შესახებ, ხომ არ აპირებთ ქსელის გაფართოებას, კიდევ ახალი სასტუმროების დამატებას, ახალი მიმართულებების დამატებას, ახალი ტიპის
ბიზნეს იუნიტების დამატებას თქვენს ჯგუფში? ძალიან საინტერესოა. ვიქნები გულახდილი და გეტყვით, რომ ნამდვილად განვიხილავთ აღნიშნული მიმართულებით განვითარებას. თუმცა ძალიან დიდი სიფრთხილით ვეკიდებით აღნიშნულ საკითხებს, ვინაიდან და რადგანაც პროდუქტი, რომელიც დაემატება in-hospital-იც, აუცილებელია იყოს აკმაყოფილებდეს ხარისხს, იყოს ბიზნესი აუცილებლად რენტაბელური, იმისათვის, რომ ბიზნეს წინადადება, ესე ვთქვათ, შედგეს და ორივე მხარეს ჰქონდეს, ასე ვთქვათ, ინტერესი და ორივე მხარისათვის იყოს შედეგობრივი. შესაბამისად, რა თქმა უნდა, არსებობს რიგი მოლაპარაკებები, თუმცა ჯერჯერობით ესეთი გადაჭრით თქმა ამისა, რომ შეგვიძლია გახსნა უახლოეს პერიოდში არ იგეგმება. თუ ინვესტიციას გულისხმობთ, ინვესტიციის თვალსაზრისით აღნიშნული ჯგუფის მიერ მსგავსი მიმართულებით არანაირი პროექტი არ არსებობს, ხოლო თუ საუბრობთ უკვე არსებულ პროდუქტზე ან პროექტზე, რომელიც შესაძლებელია ჩვენთან მოდიოდეს ესე ვთქვათ წყობაში, რა თქმა უნდა, განვიხილავთ. მე ძალიან ბევრი წარმატება მინდა გისურვოთ. ჩვენ მსმენელს დამაყრება შევახსენებ, რომ პარასკევით სულ მალე მოვა 2 დღე და თქვენ შეგეძებათ თქვენთვის სასარგებლო შეთავაზებებით ისარგებლოთ ბაკურიანი ინში და ახალციხე ინში. ამ ორი სასტუმროს შესახებ საუბრობდით დღეს in-hospitality-ის კომერციულ დირექტორთან ნინა ხოტივრიშვილთან და ამ ორგანიზაციის PR მენეჯერთან ქეთევან გურჩიანთან. ალბათ ყველას მოუნდება მალე დაისვენოს ახალ წელს ბედნიერი შეხვდეს, ყველას მინდა ვუსურვო ბედნიერი ზამთარი და კარგი ახალი წელი. მე კი ჩემს მსმენელს დამაყრობას დავამშვიდობების შემდეგ სამშაბათამდე წარმატებებს ვუსურვებ in-hospital-ის და თქვენ ჩვენ რადიო მსმენელს კი შემდეგ სამშაბათს შევხვდებით დროებით.